ყველაზე დიდი სამეფო სასახლე დასავლეთ ევროპაში. ეს პარკიც რა ლამაზია. ჩამოვედით მადრიდში და ჩემს უკან ხედავთ მადრიდის სამეფო სასახლეს. ეს ის სასახლეა, სადაც მეფე არ ცხოვრობს და 3400 ოთახი აქვს. აქ ადრე მე-9 საუკუნის მუსულმანური ციხესიმაგრე იყო ამ ადგილას, რომელიც დაიწყო 1734 წელს დიდი ხანძრის დროს და მის ადგილას ააშენეს ეს სამეფო სასახლე. ხუან კარლოს პირველი გადადგა 2014 წელს და მის ნაცვლად მეფე გახდა მისი შვილი ფელიპე მე-6. ხუან კარლოსი იყო ძალიან ბევრ სკანდალში გახვეული, ფინანსური სკანდალები, პირადი ცხოვრების სკანდალები. აი ბოლოს 2012 წელს როცა ქვეყნის ეკონომიკა კრიზისში იყო, მაშინ გამოიჭირეს, რომ აფრიკაში იყო სპილოზე სანადიროდ და ამაზე აგორდა ძალიან დიდი სკანდალი, მეფეს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია. და ფილიპე მე-6 სხვა შორის პირველი მონარქია ესპანეთის, რომელმაც ცოლად შეირთო არასამეფო ოჯახის წარმომადგენელი, ჟურნალისტი და თანაც იქამდე უკვე განქორწინებული ქალი. მე სიამოვნებით ვიცხოვრობდი ამ სასახლეში პრინცესასავით. მე როგორი მონუმენტურია. რა დიდია. აი ეს ქანდაკებები გვაინტერესებს, რას წარმოადგენს და არ ვიცით. თუ ვინმე მიცით, დაგვიწერეთ კომენტარებში. Hola. Buenos días. ¿Usted vive aquí? ¿Es madrileño? ¿Puedo darle unas preguntas y grabar? ¿Es posible? Bueno, complicado. ¿Cuál es su nombre? Juan. Juan. ¿Usted sabe qué representan estas estatuas? Estas estatuas son los reyes godos que había aquí en España. ¿Los reyes cómo? Godos. 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 ¿Qué significa godos? Pues eran los que estaban aquí antiguamente, los reyes, los primeros reyes de España. Todas las estatuas son que estaban puestas arriba, ¿no es? Y allí arriba también hay algunas. Y cuando hicieron el palacio las iban a poner arriba. Y no pudieron porque pesaban mucho. Entonces las han puesto aquí, no sé si habéis estado enfrente del palacio. No, empezamos aquí, desde Pues aquí. Ahora cuando vayáis al palacio tiene un paseo pequeño que están todos puestos, perdona. Ya. Perdona. Sí, muchas gracias. Ay, მომიყვა კაცმა. ყოფილა ესპანეთის პირველი მეფეები, გოდოს და ესპანია ესე ქვია თურმე. მე არ ვიცოდი. ხუანმა გითხრა, რომ ეს ქანდაკებები აი ჩვენს უკან, რაც ამ ფანტანის გარშემო არის ესპანეთის პირველი სამეფო ოჯახის წევრები. და თურმე უნდოდათ აი აქ ზევით რომ გაეკეთებინათ, ნახე, ზევით ხო ხედავ ქანდაკებებს ამ სასახლეზე. მანდ უნდოდათ რომ დაედგათ, მაგრამ ძალიან მძიმე იყო და ვერ აიტანესო იქამდე. ზევით ვერ აიტანესო და ამიტომ აქ ჩამოამწყრივეს ესე. აი ლაბირინთებში სიარული გადავწყდეთ. ძალიან გოგო ესპანელებს ისე უყვართ ყველასთან ლაპარაკი. ესპანური სულ რო არ იცოდე, მაინც დაგიწყებენ ლაპარაკს, არ შეგეშვებიან. რა საინტერესო. ვაიმე, აქეთ წინ ხე არის და გამოვიდეთ, დავბრუნდეთ უკან. აი ჩვენი ლაბირინთები, სადაც გავეკვეტეთ. ცხენზე ამხედრებული ვინ არის ვნახოთ ახლა. Hola. Hola. Tengo una pregunta. ¿Puedo grabar? No, grabar no. Grabar no, pero Grabar no. pregunta es, ¿usted sabe? Felipe IV, Felipe IV. Felipe IV. Vale, gracias. აი ეს ეთყობა ყველაზე სასტიკი მეფე იყო, რამირო პირველი ფეხი აქვს დადგმული ვიღაცის თავზე. წავიდეთ ახლა კაფესიტო დავლიოთ და ჩურროს გამოთ. აი, ყავა და ჩურროს თუ არ დალიე, ისე რა არის ესპანეთი? ჩურროს არის ცომი, ხო? ცომია, ტკბილი ცომია. სასახლის ხედი. მივთმევთ. და ყავაში ჩავაწოთ.
გავსინჯოთ როგორია. გემრიელია და ხრაშუნა, მაგრამ ცხელი არ არის. ეს ეკლესია სხვა შორის ახალი აგებულია 1993 წელს ააშენეს. რა არის ხალხს? ძალიან ხმაურია, ძალიან არაფერი არ ისმის. აქედან არის გადასახედი მადრიდზე. დიდი არაფერი. რას უყურებს ეს ხალხი საათობით ახლა? ალბათ მაღალიოა იქ. თაწმინდიდან რო გადაახედოს, გული შეტევა მოუვიდა. ეს ტოვებს შოკის მომგვრელ შთაბეჭდილებას ეს ხედი. აი დემონსტრაციასაც ვესწრებით. ეს არის ფემინისტი ქალების დემონსტრაცია და ითხოვენ თანასწორ უფლებიანობას კათოლიკურ ეკლესიაში. Hasta que la igualdad sea costumbre. Sea costumbre. Na ესპანეთში თუ ტუკტუკში ჩავჯდებოდი, ნამდვილად არ მეგონა. წავედი, ეხლა მივდივართ რეტიროს პარკში და ტაქსის წასვლას ვამჯობინეთ ტუკტუკით გასეირნება. აი მოვედით რეტიროში, პარკში. გეუაპო. მაგის ბანაობა რა იქნება წარმოიდგინე. როგორი სურნელია მიმოზის სხვათა შორის. მიმოზა. ეს ყვითელი არის მიმოზა? დაგვიწერეთ კომენტარში თუ მიმოზა არ ქვია და სხვა რამე ქვია. ძალიან. რუსეთში ყიდიდნენ საქართველოდან, აფხაზეთიდან მიმოზებს. სოხუმიდან მიქონდა? სოხუმიდან მიქონდათ რუსეთში კი ძალიან პოპულარული. და მე ადგენენ და მთელი სოხუმი წაიღეს. სოხუმი წაიღეს. მარტო მიმოზები არ ეყოთ. დამკლები ეგ. ძალიან ისეთი ნოსტალგიური სურნელია. ჩემთვის ეს ასოცირდება გაზაფხულთან. რა ულამაზესია. ნახე უბრალოდ, ნახე. მერტოლა რა სილამაზეა. ძალიან. ეს ქანდაკება ჩემს უკან არის უნიკალური, იმიტომ რომ სოფლიოში სულ რამოდენიმეა და ერთ-ერთი აქედან არის მადრიდში. ეს არის დაცემული ანგელოზის ქანდაკება, ლუციფერის. და საინტერესო ის არის, რომ ზღვის დონიდან 666 მეტრზე დგას ზუსტად. აი, მოცეკვავეები. დიდი სიამოვნებით ვიცეკვავდი მსგავსი რომ გქონდეს საქართველოში. მხოლოდ რუსთაველზე გვაქვს თავისუფლებაზე. გალერეა მოლის გვერდით. შენ რა სიტყვოდი? მე სიამოვნებით ვიცეკვებდი და ფიქრობ აქაც ხო არ ვიცეკვო. კარგი აზრია. მე? რისთვის? აი იყო. კი. ცოტა წავიცეკვეთ კიდევაც. ეს იცი რა არის? ეგვიპტედან ჩამოტანილი ტაძარი. 2000-ზე მეტი წლის არის თან. იუნესკოს რაღაც ძეგლების აღდგენაში დაეხმარა ესპანეთი ეგვიპტეს და იმ გაწეული დახმარებისთვის სამადლობელოდ მთელი ტაძარი აჩუქეს. ცოტა მოხსნეს პირამიდები, ცოტა მოჭრეს. და აქ მზის ჩასვლა არისო ძალიან ლამაზიო და 10-დან 10-დან casi la mato. No me calé cal. ჩემს უკან მთელი 2000 წლის ეგვიპტური ტაძარია. იმისთვის რომ შეხვიდეთ და გადაიღოთ, წინასწარ უნდა დაჯავშნოთ, რისთვისაც აქ შესასვლელთან უნდა დაასკანეროთ QR კოდი და შედიხართ პროგრამაში, საიდანაც ჯავშნით. შიგნიდან რა არის თქო დავსვას ვკითხე და ეგვიპტური იეროგლიფებია შიგნით. აი ეს ხალხი
ყველა არის ამოსული გზის ჩასვლის სანახავად. აი, რამდენი ხალხია უბრალოდ უამრავი. კი, ლამაზია ძალიან. მაგრამ არ ვიცი. თქვენი აზრით, იმდენად ლამაზია, რომ ამდენი ხალხი უნდა ამოდიოდეს. აი, ხალხის რაოდენობა პროსტა კამერაში კიდე არ ჩანს. სურათები გამოვა ლამაზი ამ გზის ჩასვლის ფონზე, ხო? კი, უბრალოდ თუ მიხვალ სადმე. დადგე. თუ იმიცით რას მღერიან დაგვიკომენტარეთ. Hola, perdón. ¿Sois de la campana? ¿Dónde está? Ahí está გამომიჭრე. ეგ ბიჭი რო არ დამენახე, მაიკაზე ეხატა და მაგით მოვიდა. ეხა მივდივართ ცნობილი კალმარების ბოკადიჯოს საჭმელში. 19,000 რევიუ აქვს Google Maps-ზე და ნახე რამხელა გითქა. მუცლის მონები საღამოს 11 საათზე. აქ დაჯდომით თუ ეს მაგიდებისთვის არის. გარეთ რომ ჭამოთ მაგიდა რა გავს? ესადა ხარ. ჩემ თავს ველაპარაკე. Welcome to Madrid. Sí. Hola. Para llevar pedimos aquí. ძალიან გემრიელია.